არ მახსოვს, როდის და რატო დავიწყე ცხობა. ალბათ იმიტომ, რომ ვერასოდეს პოულობდი ისეთ პურს, როგორიც მომწონდა. შეიძლება იმიტომ, რომ 90-იანი წლების შავი ლურჯი პურის ტრავმა მქონდა გამოყოლილი. ან შეიძლება უბრალოდ ნახშირწყლების სიყვარულს ყოველთვის დიდი ადგილი ეკავა ჩემ გულში, მოკლედ რაც არ უნდა ყოფილიყო. განსაკუთრებით პურის ცხობის იდეა და ის, რომ მე საუკეთესო ქერქის მქონე დაბრაწული, კარგად გამომცხვარი, კარგად აფუებული, კარგ ნასვრეტებიანი პური უნდა გამომცვრო და რაღაცა იდეა ფიქსად მეკცა და ძალიან ბევრჯერ ვცადე. მთელი ცხოვრება ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე ვსწავლობდი, მაგრამ მათემატიკის სიყვარული მაინც დამეხმარა ჰიდრატაციის პროცენტულობის და სხვა ინდექსების განსაზღვრაში და როგორც დედაჩემი ამბობს, მათემატიკა მართლა მნიშვნელოვანი რო ყოფილა და ყველაფრის საწყისი ეგავიგე, მაგრამ თავარი ისაა, რომ რაც უფრო ღრმად შევდიოდი ცომის სამყაროში, მით უფრო აღმოფრთოვანებდა იმაზე ფიქრი, რომ წყლის და ფქვილის ერთი შეხედვით ძალიან ჩვეულებრივი ნარევი გარკვეული დროის შემდეგ თვალდათვალ ორმაგდებოდა ხოლმე. ან წებოვანი და რაღაცნაირი ტყლარწია მასა სწორი ტემპერატურის შერჩევის შემდეგ ხრაშუნა და პრიალას ქერქერქად გარდაიქმნებოდა ხოლმე. მოკლედ ამ დაკვირვებების დროს განცდილი მარცხიან მიღებული დამწვრობა თითქოს არაფერი იყო ხოლმე და ბევრი ცდილობის შემდეგ მაინც ვაღწევდი შედეგს, სასურველ ზომას, ფორმას, ქერქის ხმას, გულის ჭრილს და ასე შემდეგ. კონდიტერიაც ძალიან საინტერესო და რაც მთავარია ესთეტიურია ჩემთვის. ლამაზი და ფერადი ნამცხრები, ნაზი ცომი და ასე შემდეგ. გულს ყოველთვის სიხარული თავსებს, მაგრამ პური თითქოს უფრო არ ვიცი, პური ნაბიჯის ზღაპარია. პურს ყავს თავისი პროტაგონისტი, გმირის დამხმარე, ანტაგონისტი და რაც მთავარია ნებისმიერი ტიპის ცომს აქვს საკუთარი ენა, მოზებისას და ცხობისასაც. ფქვილისა და წყლის შეზავება ჩემთვის თერაპიაა და ამ თერაპიამ ბევრჯერ გადამარჩინა.